მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნინი შერმადინი მომღერალი, რომელიც აგერ უკვე 14 წელი ამერიკის ემიგრაციაში ვცხოვრობ და ჩვეულებრივი ერთ-ერთი რიგითი ემიგრანტი ვარ. მეც ძალიან გამიჭირდა აქ თავის ამკვიდრება. მინდა რომ დავიწყო მადლობით და მადლობა გადავუხადო ამ ქვეყანას ამერიკას, რომელმაც მიმიღო და მომცა ექსტრაორდინალური ტალანტით დაჯილდოვებული ადამიანებისთვის განკუთვნილი მწვანება, რათი დღეს უკვე გახლავართ ამერიკის მოქალაქე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ქვეყანა არის ჩემთვის მეორე სამშობლო, რომელმაც გამზარდა, მიმიღო, ძალიან ბევრი კარი გამიღო, მასწავლა, გამაძლიერა, ძალიან ბევრი უნარები აღმომაჩენინა საკუთარ თავში და რასაც ვერ ვიფიქრებდი, ძალიან ბევრი სასწაული მოხდა ჩემ თავს, ძალიან ბევრ ადამიანებს შევხვდი ცხოვრებაში, ვისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ამ 14 წელმა სრულად გარდამქმნა. ეს უკვე სამ შტატში მაქვს ჩემი მუსიკალური სტუდია, 80 ბავშვზე მეტია ჩემთან, 80-ვე მიცის ქართული სიმღერა, ჰიმნი საქართველოში. და აქედან ყველა ქართველი არ არის, რამოდენიმე უცხოელია და მათ შორის უცხოელებმაც იციან ქართული. ვესაუბრები ქართულად, ვცდილობ რომ ვასწავლო მათაც ქართული სიმღერები, ვინც ქართველი არ არის, ვაჩვენო რომელი ქვეყნიდან ვარ, შევაყვარო ჩვენი კულტურა და ამას მართლა გულით ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ყველაზე მეტად ჩემი სამშობლო მიყვარს და მენატრები. ყველა დღე, რაც ემიგრაციაში მაქვს გატარებული, ღმერთის წინაშე ვამბობ, რომ არც ერთი დღე არ გასულა, რომ მე ჩემ სამშობლოზე არ მეფიქრა. როგორ გამოვადგე ქართველებს, როგორ დავეხმარო, როგორ მოვეფერო. ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო ძალიან ადრე, ჯერ კი ვდევა ალბათ ედუარდ შევარდნაძის დროს, საიდანაც მე მომყვებიან ჩემი უძვირფასესი მეგობრები, რომლებთანაც მე მაქვს მთელი ჩემი ბავშვობა გატარებული. ჩვენ ერთად დავდიოდით ტურებში, ჩვენ ერთად გვეძინა ერთმანეთის ტანსაცმელები, გვეცვა, სუფთა გულით გვიყვარდა ერთმანეთი. მაშინ არ იყო არც შური, არც ბოღმა, არც ლანძღვა, არც პოლიტიკა არ იდგა ჩვენ შორის, არც მხარეები არ იყო ჩვენ შორის და მე დავიტოვე ისევ ეს გრძნობა, რომ მე ჩემი მეგობრები ისე სუფთა გულით მიყვარდეს, ჩვენი პოლიტიკური ხედვები ემთხვევა თუ არა ერთმანეთს. ქსელში ვრცელდება ესეთი კომენტარები, რომ მე ვარ არალეგალი და უნდა გამაგდონ ამ ქვეყნიდან. ერთ-ერთმა ქალბატონმა, არ ვიცი მე, ნიუ-ჯერსის პოლიციაც მოთაგა, რომ გააგდეთო ამერიკის ჰეითერიო აქედან ამ ქვეყნიდანო. ნუ რა ეპითეტებით მიდის იქ ჩემი შემკობა, ეხა ამას არ დავიწყებ. ორთოდოქსი ქოცი, უნამუსო, არ ვიცი რა სიტყვებს მეძახიან, არ ვიცი რატო, იმიტომ რომ ჩემს მეგობრებს წარმატება უსურვე ერთ-ერთი კონცერტის ორგანიზატორებს. არ გავლანძღე, არ დავაბულინგე, სრული უფლება გაქვთ არ მოგწონდეთ, ან არ მომისმინოთ, ან ჩემს შეხედულებებს არ ეთანხმებოდეთ. რამდენჯერაც გამოვედი და საქართველოს ხელისუფლება გავაკრიტიკე, ან ის თქვი, რომ ემიგრანტებს რანაირად შეიძლება ხმის უფლება ჩამოართოთ, თქვან, სახედალეწილი ბავშვები გავაპროტესტე, ან უკანონო პატიმრები გავაპროტესტე, ან ამდენი კრიმინალი, ამდენი ფემიციდი, ამდენი ნარკომანით გარდაცვლილი გამოვედი და გავაპროტესტე, იმდენი ნაცი ვარ და მიტრიალეს მკვდარი და ცოცხალი. მთავრობასაც ვაპროტესტებდი მაშინ, როცა ძალადობდნენ და დღესაც, რაც არ მომწონს, ამასაც ხმამაღლა ვაფიქსირებ. არ შემიძლია გაჩუმება და როცა რაღაცა უსამართლობას ვხედავ, ყოველთვის ვამბობ, ვაფიქსირებ ჩემს აზრს. ერთადერთი ის მინდა გითხრათ და იცოდეთ ყველა მზედმიტევნით კარგად, რომ ჩემი კარიერა ან ჩემი პროფესია არ უკავშირდება არავის. არც არავის კარის მეზობელი ვყოფილ ვარ, არც პარტიული მომღერალი ვყოფილ ვარ, არც ფულიანი მამიკოს შვილი ვყოფილ ვარ, არც შუბლზე ძარღვი გამიწყვეტია რაღაცის მისაღწევად და ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ის არის, რომ რო დავიძინებ საკუთარი სინდისი არ მაწუხებს. ბალიშზე თავი მიდევს მშვიდად. მაქსიმალურად მინდა რომ ყველა მიყვარდეს, ყველაში კარგი დავინახო, პოზიტივი ვაფრქვიო, გავცე და მივიღო. იმდენად ნეგატიურია ყველაფერი გარშემო დღეს, რომ მინდა რომ მიყვარდეს და ვუყვარდე ყველას. ყოველთვის სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი ქვეყნის სიყვარული ყოველთვის ანდა მაქვს. ქალბატონმა დამიწერა, შენი სიმართლით გაგიმარჯოს ღმერთმაო, მართალი ბრძანებით ქალბატონო. მე ჩემი სიმართლით გამიმარჯოს ღმერთმა, ჩემ შულსაც, თელ ჩემს საგვარეულოს, როგორი მართალიც მე ვარ, საკუთარ თავთანაც და ღმერთთანაც. ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ, რაც მთავარია სიყვარულს. ერთმანეთის სიყვარულს გისურვებთ ხალხ. ბედნიერი დღე ყველას.